ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსები და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები დაახლოებით 3 საათზე მეტია, რაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ტერიტორიაზე იმყოფებიან და ელოდებიან მათგან პასუხს შეხვდება თუ არა ამ უწყების ხელმძღვანელობა ამ ადამიანებს, თუმცა ამ დრომდე სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ მდგომარეობაშია და ამ ადამიანებთან შესახვედრად არავინ არ გამოსულა. ქალი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ დაწყებულ ამ პროტესტს შემოუერთდნენ ასევე, როგორც გითხარით, სინდისის პატიმრების მშობლები, ოჯახის წევრები, ის ადამიანები, ვინც ყველაზე კარგად იცის, თუ რა ვითარებაა და რა მდგომარეობაში უწევთ მათ ოჯახის წევრებს საპატიმრო დაწესებულებებში ყოფნა. მათ აქვს წარმოდგენილი ასევე დღეს აქციაზე ბანერებიც, მაგალითად ბანერებზე წერია რეჟიმისგან ყველას შვილი უნდა დავიცვათ, ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ვღელავთ როგორც საკუთარ შვილზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების და მშობლების მთავარი სათქმელი და მიზანი, რის გამოც მოვიდნენ დღეს ისინი ამ აქციაზე, პროტესტზე და როგორც ისინი ამბობენ, ახლა ქალი პატიმრები ნანა სანდერსი და ანასტასია ზინოვკინა ყველაზე რთულ ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ მათ და შესაბამისად ახლა ის დროა, რომ ეს ადამიანები მათ შვილებთან და ოჯახის წევრებთან ერთად სწორედ ამ ქალი პატიმრების უფლებების დასაცავად იბრძოდნენ. ასევე ცოტა ხნის წინ აქციაზე იმყოფებოდა ზურა ცეცხლაძეც, ერთ-ერთი სინდისის პატიმრის მშობელიც, რომელმაც ცოტა ხნის წინ ანასტასია ზინოვკინა პირადად მოინახულა და მან ყველაზე კარგად იცის რა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაში იმყოფება ის და ახლა შეგვიძლია პირდაპირ ეთერში ამ ადამიანების კომენტარებიც მოვისმინოთ. ციხეში ვინახული ანასტასია ზინოვკინა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად ცუდია, იმდენად რამდენადაც ვერ ჯდება. მთელი 2 საათის განმავლობაში ჩვენ საუბრობდით და ფეხზე იდგა. აი სხეული ვერ უჭირავს ნორმალურად, ორიენტაციას კარგავს. რეალურად ძალიან ბევრი პრობლემები აქვს ჯანმრთელობის და მათ შორის აშკარად გამოხატულია ისიც, რომ ფსიქოლოგს საჭიროებს. ჩვენ ყველა შულს ერთნაირად ვიცავთ. ეს ასია, ამას ყოველთვის ვაფიქსირებ და ვიბრძვით ყველასთვის თანაბრად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვიბრძვით ანასტასიასთვის და ვიბრძვით ნანასთვის და მოვითხოვთ, მათ ფუნდამენტურ უფლებას მოვითხოვთ. კი არ მოვითხოვთ. უნდა ვაიძულოთ, რომ ამ ორ გოგონას ჩემთვის გოგონებს უმკურნალო. ესენი არიან ძიმი ავადმყოფები, რომლებიც არ უნდა იყვნენ საპატიმროში, უნდა მიექცეთ ამათ. ჯერ ერთი უნდა იყვნენ გათავისუფლებულები და თუ არა და ნორმალური ყურადღება მაინც უნდა მიაქციონ და მიხედოს ამ პენიტენციურია თუ ამ ციხის ავადმყოფობამ. ჩვენ ყველასთვის ვიბრძვით. სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს, ჩვენი სოლიდარობა ამ შემთხვევაში, კონკრეტულ შემთხვევაში ნანას და ანასტასიას სამართლიანი სახელმწიფოს პირობებში ჩვენ აქ არ უნდა ვიდგეთ და აღსრულებას კანონის არ უნდა მოვითხოვდეთ, რადგან პატიმრებს სჭირდებათ ახლა ამ ეტაპზე სამედიცინო ადეკვატური დახმარება და ეს დახმარება უნდა გაუწიონ აუცილებლად. ვიცით ჩვენი პატიმრებისგანაც და საერთოდ ციხეში არ არის სათანადო სამედიცინო მომსახურება, მით უმეტეს როდესაც ქალბატონებს ასე ძალიან უჭირთ და ფაქტიურად შეერყათ ჯანმრთელობა და მოვითხოვთ ნანას და ანასტასიასო აუცილებლად სასწრაფოდ დაეხმარნო. ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსები სინდისის პატიმრების მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად საზოგადოებრივ მოსაცდელში ელოდებიან უწყების წარმომადგენლების მხრიდან რეაგირებას, თუმცა ამ დრომდე მათთან შესახვედრად არავინ არ გამოსულა. ეს ადამიანები 6 საათამდე ისევ დარჩებიან ადგილზე, 6 საათზე კი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან აქციასაც გამართავენ.